შეგვიშლის ხელს. ანუ ხახვი არ დაჭრათ, აიღეთ აი ესე მთლიანი თავი და პირდაპირ ჩააგდეთ წყალში. ამებს გავაცლი ეს. მთლიან ხახვს ჩავაგდებ წყალში. ეს და მართლაც აი ეს შეიძლება დაწვოთ. მერე ეს არის დაფნის ფოთოლი. ნუ 4-ს ყველას ჩავაგდებ ამას დაფნის ფოთოლში რა. კიდე კაი იქნება თუ იქნება შავი პილპილი დასაფქვა, მაგრამ ეხლა ისეთ ადგილზე ვართ, რომ ეგ ვერ ვიშოვდეთ, მაგრამ არა უშავს. თავარი ეხლა ეს ადუღდეს. მარილი ხახვი თავის წვენს გაუშვებს და უკვე ხო კარგად შევხედოთ როგორ ხდება ეგ ამბავი. კარგა უნდა ადუღდეს ეს. ой დუქს. და ეხლა ამაში ავიღებ და ჩავუშვებ კიბურჩხალებს. კაი. ეს. აჰა, კიბურჩხალები ჩავუშვი შეგნით. და ეხლა დავილოდები რომ ადუღდეს ზემოდან. სახურავს დავაფარებ. მაინც კიდე რა დამავიწყდა. უნდა ჩავაგდო შიგ. რვა საკვირველია თუ გაქვთ რა. აი ესეთი შაბის ნატეხი. კლამას დავაფარებ. დაველოდები ერთი 10-15 წუთი და გადმოიღო და ვნახოთ რა გამოვიდა. მაშასი მეგობრებო, აი ესე მოიხარშა. გაწითლა, ძალიან დიდი ხანი არ უნდა რომ არ ჩაიხარშოსა და ახლობით ერთი ესე 5-6 წუთი. ეხლა ეს გადმოვდგათ. და ვნახოთ რა გამოვიდა.